პრეზიდენტმა საკუთარ მოხსენებაში ორმაგ სტანდარტზეც ისაუბრა. მიხეილ ყაველაშვილმა თქვა, რომ ორმაგი სტანდარტი საქართველოსთან მიმართებაში ზიანს აყენებს ევროპულ ღირებულებებს და ევროპელი პარტნიორების რეპუტაციას. მან აღნიშნა, რომ საქართველო ბოლო პერიოდში უსამართლო თავდასხმის საგანი გახდა ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების მხრიდან. წინაპრების გამოცდილებამ გვასწავლა, თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს. სამწუხაროა, რომ ბოლო პერიოდში საქართველო უსამართლო თავდასხმების სამიზნე ჩვენი არაერთი ევროპელი პარტნიორის მხრიდანაც გახდა. განსაკუთრებით გულდასაწყვეტია ეს იმ სივრციდან, საიდანაც სვლა ქართველმა ხალხმა სამართლიანობის, ურთიერთპატივისცემის, კანონის უზენაესობის დაცვის, ეროვნული იდენტობისა და სუვერენობის შენარჩუნების იმედით გადაწყვიტა. ორმაგი სტანდარტი, რომელიც საქართველოსთან მიმართებაში ფაქტობრივად ყოველდღიურობად იქცა, სამწუხაროდ ზიანს აყენებს ევროპულ ღირებულებებსა და ევროპელი პარტნიორების რეპუტაციას. საქართველო ევროპული იდეისთვის მრავალსაუკუნოვანი ბრძოლის შემდეგ არ იმსახურებს ამ უსამართლო დამოკიდებულებას. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ჩვენი ეროვნული ინტერესებით მოქმედება, რომელიც ჩვენი ქვეყნის სამშვიდობოს გაყვანას და გაძლიერებას ისახავს მიზნად. ამავე დროს სასიხარულოა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში დონალდ ტრამპის გამარჯვების შემდგომ დაიწყო ფსევდო-ლიბერალური წესრიგის ცვლილება მსოფლიოში. მე ამას დონალდ ტრამპის ეფექტს დავარქმევდი. ამერიკის შეერთებულ შტატებში მიმდინარე პროცესებმა და მისმა გამოძახილმა მთელ მსოფლიოში კიდევ ერთხელ დაარწმუნა ქართველი ხალხი, თუ რამდენად სწორი პოლიტიკისა და ღირებულებებს ატარებს ჩვენი საქართველო და სახელმწიფო. სამშვიდობო პოლიტიკა, ეროვნული ინტერესების უპირველესობა, კონსერვატიული და ტრადიციული ღირებულებების დაცვა, ოჯახის სიძლიერე, ქრისტიანობის როლის გაძლიერება. სწორედ ესაა ის ღირებულებები, რაზეც დგას ჩვენი სახელმწიფო ბოლო 100 წლეულის განმავლობაში და ნათელია, რომ სწორედ ამ ღირებულებებზე იქნება დაფუძნებული ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკა მომავალი 4 წლის განმავლობაში. აქედან გამომდინარე, ღირებულებებისა და მსოფლმხედველობის ასეთი თანხმედრა მაძლევს ღრმა წმენის საფუძველს, რომ ახალი ადმინისტრაციის პირობებში ჩვენ მოვახერხებთ ურთიერთობების გადატვირთვასა და ნორმალიზებას ამერიკის შეერთებულ შტატებთან.